ბატონო ნუგზარ, მე ასევე ძალიან მაინტერესებს ერთი საკითხი. მსოფლიო პატრიარქის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი. ბუნებრივია კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქს აქვს მხოლოდ პრივილეგია ავტოკეფალიების მინიჭების. აი ამ პერიოდში საქართველოში როგორ მიმდინარეობდა მთელი ეს ასე ვთქვათ მოსამზადებელი პერიოდი? 77 წლიდან 78 წლიდან ავიღოთ, ხო? 77 წლის დეკემბრის ბოლო, 25 დეკემბერი 78 წლიდან აი ეს პროცესი, სამუშაო პროცესი როგორ მიმდინარეობდა? ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვთქვი, რომ ილია მეორეს აი ამ 49 საუკუნეა, ხო, თითქმის პატრიარქობის დროს რამდენიმე არის ძალიან გამორჩეული. ერთ-ერთი ეს არის, უმთავრესი არის, იმიტომ რომ მან დაუბრუნა საქართველოს ეკლესიას ისი ავტოკეფალურობა, რაც სამწუხაროდ, აი ძნელბედობის გამო, რაც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა, ქონდა დაკარგული. დიახ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა ნამდვილად. ეხლა როგორ მოხდა, იმიტომ მართლა ძალიან საინტერესო არის. ჩვენ ვიცით, რომ მანამდე 53-ში თქვათ აიძულეს ის მოსკოვის საპატრიარქო ეკლესია, რომ ეღიარებინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალობა. ინო 17-ში როცა გამოცხადდა. თვით გამოცხადება იყო ხო ეს? 17-ში როცა გამოაცხადა. იქ რუსეთის ეკლესია, რომლის ნაწილი იყო მანამ საქართველოს ეკლესია 1811 წლიდან, ხო? ანუ 1811 წელს ვიცით გაუქმეს. მცხეთის საკათალიკოსო ხო, გაუქმეს. აი 17 წელს როცა მოხდა მისი გამოცხადება, იქიდან 53 წლამდე საქართველოს ეკლესიას, ეს პატრიარქებს უწევდათ ბრძოლა იმის დამტკიცება, რომ მათ კანონიერად ეკუთვნიან. მაგრამ ეს უნდა ჯერ მოსკოვის საპატრიარქოს უნდა ეღიარებინა. მათ აღიარეს. მაგრამ აი ეს ტომოსი, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი გასცემს, ის აი 90-ში მოგვცეს მხოლოდ.